გამარჯობათ, მოგესალმებით, მეგობრებო. ესე იგი, არ მინდოდა ვიდეოს ჩაწერა, მაგრამ მაინც მომიწია. ერთ კონკრეტულ რაღაცაზე ხა. ყველაფერი სოფლიო კი არა, რამე საქართველო და რამე დედამიწის ბოლოში ლაპარაკობენ ქართულმა, რომ ხელი შემოვარტყა რუსი, უკრაინელი, ბელორუსი, ევროპელი რა მნიშვნელობა აქვს ვიღაცას რა ქალს. და დღეს წავიკითხე რომ 5000 ლარით ამოუშვეს ჯიგარი იმიდან რა ქვია სასამართლოდან რა. მე პრობლემა იმაზე კი არა მაქვს რომ ბევრი ეხა შეიძლება ქალი ან საქონელი იმსახურებს რა ესეთ რაღაცას რა ხა ჯერ ის ვინ დაადგინა რომ გადააფსა შარდიმიას ხა რავი ალოკეს ენა გაუსინჯეს ენის წვერზე გასინჯეს თუ რა გაკეთეს ის გავიგეთ მაგრამ რა მნიშვნელობა ხო კარგი ის მოიქცა ესე ველურად რაღაცა უტაქტოდ და გადაასხეს წყალი გადაასხეს რაღაცა სითხე და ნუ კი ბატონო გაბრაზდა ეს ბიჭი ძმა და რაღაცა რეაქცია გამოხატა ესეთი. ნუ ეხლა ადამიანია ბუნება არის ვერ გააკრიტიკებ იმის გამო რომ რაღაცა შენ რატო გააკეთე ეგეთი რაღაცა. ნუ მით უმეტეს ეხლა დღეს საქართველოში რა რო ავიღოთ ძალიან ბევრი საქონელი ქალი არის ისეთი რომ აი ესეთ მიდგომას და ესეთ რაღაცას იმსახურებს რა ეგ მაგალითად რაღაც წილად ეგეთ მიდგომას გარკვეული ქალბატონების მიმართ რაღაცა ცოტა ასე თუ ისე გამართლება აქვს მაგრამ როდესაც ქვეყანაში გააქვს კოდექსი და ნუ ქალთა უფლება დამცველები რო არსებობენ ნერვები იმაზე კი არ მეშლება რომ ეს ბიჭი რატო გაანთავისუფლეს ან თუნდაც არა ეს ბიჭი დამნაშავეა და რაღაცა რომელიმე მხრის პოზიციას ვიჭერ არა ნერვები იმაზე მეშლება რომ კოდექსის თავზე დახევა როგორც ასეთი საქართველოში და კანონის თავზე დახევა ანუ დღეს იყო ნათლად რა მაგალითად რა ბევრი ისეთი ადამიანი რომელიც მართლა იმსახურებს და ეგეთ საქციელს და ხელის შემორტყმას კი არა და რავი წიხლის ქვეშ გაგდებას იმსახურებს იმას აი ეს ნაბოზო არის რა ბოდიში რა ეს უნდა ვიხმარო არასამთავრობო ორგანიზაციები არასამთავრობო ტელევიზიები და ფორმულები და ტევ პირველები და ვიღაცა სირიკო ბალანჩივაძე ჩამოსხმა ტევ ისინი არხები უცებ მოძალადეთ რაღაცა ქალთ მოძულეთ რაღაცა იმად გამოიყვანდნენ და ნუ კაროჩე მოხდებოდა რომ მისცემდნენ მინიმუმ 5 წლიან ციხეს თან ამ ხელა უდარზე არის საუბარი რა ამ ხელა უდარზე არის საუბარი რომელიც დააფიქსირდა საჯაროდ და რომელიც რა თელმა სოციალურ სივრცემ აიტაცა რა ბიჭო აი ეხლა რო ხვალ ანალოგიური ვიღაცამ გაუკეთოს ქალს ნუ აი თუნდაც რომელ ქალს იცი აი რუსთაველზე რო დგანან რა აი რუსთაველზე რო დგანან და რაღაცა ევროპაში გვინდა ევროპაში და თან აქედან დედის პროჩს რო აგინებენ ცალკე პოლიციას ცალკე ისეთ ხალხს რომლებიც დაუშვათ არ ეთანხმებიან მაგ მიდგომას მაგ რაღაცა მიტინგს და ასე შემდეგ და ასე და ვიღაცამ აი ესე რო წყვიტოს აი ეს ბოზი ტელევიზიები როგორ აყვირდებიან ძალიან მაინტერესებს ხო უცებ ნააბარუტ დაიწყებენ ლაპარაკს რომ არა კაცო როგორ შეიძლება ქალთა უფლებები და საერთაშორისო კოდექსი დაირღვა ის დაირღვა ეს დაირღვა და რაღაცა თლიანად მოზდებენ ჩირკს ამ ადამიანს და ესეთ იმას რა ქვია და ანუ რატომ არის ეს ბოზის არ ვიტყვი რა კაროჩე ეს დედა არხნი არის რატო არის ამ საქართველოში ცალმხრივი სამართალი ცალმხრივი სამართალი რატო არსებობს მაშინ თქვენ ჩემი სტრულაილებო მაშინ ადექით და გააუქმეთ ქალთა კოდექსი თუ რაღაცა
ქალთა უფლება დამცველების რაღაცა მთლიანი კასტა და შეკრება და მაგათი უფლება და ყველაფერი გააუქმეთ. რა ვიცი, ანტიდისკრიმინაციული კანონიც გააუქმეთ და კი ბატონო, რა ვიცი, მე მოსამართლე თუ ასეთ უდარებზე და რაღაცებზე 5-5000 ლარიან ჯარიმები გამოაქვს, რა ვიცი, გამოიტანეთ. მე ძალიან მაინტერესებს TV პირველი ფორმულა, ესენი რატო არ არიან აჟიტირებული ეხლა აი მომენტში და რატო არ არიან ამხტარები დედა ეს რა ვერ გავიგე ნაციით და იმით ეროვნებით რატომ მსჯელობთ? რატომ მსჯელობთ თქვენი დედავატირე მე? რატომ მსჯელობთ? ის რა ქალი არ არის? რატო რა ის ქალი არ არის? ადამიანი არ არის? იმის ბავშვისთვის რო ექნა ას ანალოგიური რაღაცა რუსის ბავშვი რომ ყოფილიყო და ანალოგიური რაღაც რო გაეკეთებინა ქართველს თუნდაც კაცს ან ვიღაცა რომ შემოეწყვიტა რავი კედელზე. მაგრამ მაშინ რა იქნებოდა? კიდე 5000 ლარიანი გირაოთი გამათავისუფლებდი. ბიჭო, მე არა მაქვს მე პრეტენზია ამ ბიჭთეხებ. არც ვერევი, არც მინდა, არც მაინტერესებს იქ რა მოხდა, როგორ მოხდა. ვაფშე ფეხებზე მკიდია რა. ადამიანია, ვერ შეიკავა ნერვები და გააკეთა ეგ. შეიძლება ყველაფერი ისე მოხდა, როგორც მართლა მოხდა სოციალურ სივრცეში, რომ რაღაცა შარდი გადაასხეს და რაღაცა ის გადაასხეს. მაგრამ მე მაქვს პრეტენზია ქვეყანაზე, სასამართლოზე მაქვს მე პრეტენზია და აი ზოგიერთ ნაბოზვარ ლიბერალზე რა, მაგათ დედას კაროჩე რა და აი ზოგიერთ ნაბიჭვარზე მაქვს პრეტენზია, რომ ცალმხრივი ურთიერთის რო არის, რომ იცი რა არის, რომ ეს თუ რუსი აღმოჩნდა, ხო, მოდი ახლა ჩვენ კი ეს უნდა გავატაროთ. ეს უნდა გავატაროთ ახლა და რაღაც 5000 ლარით უნდა შემოვიფარგლოთ. ეს დასაჭერი არ არის, გასასროკი არ არის, ციხეში წასასვლელი არ არის, ის არ არის, ეს არ არის. თქვენი ძაღლიშვილი, კაროჩე, რამდენი ადამიანი გამოკეტეთ ციხეებში იმის გამო, რომ ცოლმა უბრალოდ აი მეზობელმა დარეკა, ცოლს თავი დაუნ, მეზობელმა დარეკა, რომ ხმაური გამოდის ოჯახიდან. რამდენი გამოამწყდეთ და იქ მე შესული პოლიცია, კიდე რომ აქეთ აგრესიულად რომ მივარდებიან ოჯახებში და აბა ბიჭო რა ხდება, ქალს რამეს უშვრები და რაღაცა და პროვოკაციებს რო დგავენ კიდე ეს ზოგიერთი პოლიციის თანამშრომელი რა, ოჯახებში რო შედიან პირდაპირ. რამდენი გააუბედურეთ, რამდენი დააცალცალკევეთ, რამდენი დააშორეთ ერთი მეორეს, ქალს რო პრეტენზია არ აქვს არაფერზე და პირიქით ესენი რო რაღაცა იმაზე არიან, პროვოკაციაზე ლიჟბი წამოაგონ, კაცი რაღაცა ლიჟბის გაო, რამდენი გააკეთეთ და არა, და ბიჭო, აი ვიცოდი რომ ესეთი რამე მოხდებოდა რა. იმიტომ რომ აი მერე არავინ არ ათქვას რომ ამ ქვეყანას ნაციონალები არ მართავენ. მართავენ ძმაო. ესენი მართავენ. ამ ესენი როგორც დღის წესრიგსაც დააყენებენ სოციალურ მედიაში, TV პირველი ფორმულა, რაღაცა შიგ ამერიკა და რაღაცა ესეთი სასტავი, როგორ დღის წესრიგსაც დააყენებენ, რომ ისე იმართება ყველაფერი რა. მაგრამ ნუ ეხლა ამ შემთხვევაში თუ ესენი რაიმე ვინმე მაღალჩინოსან დეპუტატს ან თუნდაც კობახიძეს ან თუნდაც სხვას დაუპირისპირდნენ, ნუ იქ უკვე დუბინკის ბაზარი არის და გადაარტყით თავზე და დავაი გადაქოლეთ, რა ვიცემეთ და რაღაცა, მაგრამ აი უბრალო სამართლის პრინციპი როცა ხდება, რომ ვიღაცამ რაღაცა დაუშავა, ეს აღმოჩნდა დაზარალებული აღმოჩნდა თუნდაც რუსეთის მოქალაქე, ან თუნდაც რა ვიცი, ბელორუსიის მოქალაქე, რაღაც წითელი ცირკულარით რო არის ხაზები გასმული. ჯერ რატო ადგენთ მე ვერ ხვდები, მაგრამ დადგინდა ესე და ნუ კაროჩე და ნუ ემათმა დააყენეს საქმე ისე რომ ეს ადამიანი არ უნდა დაიჭიროს ციხეში, იმიტომ რომ ეს რუსი ოკუპანტია და იქ პოსტები და რაღაც სისულელეები რა. აი მე პირადად, ხო? აი ძალიან არ მიყვარს არაბები რა, ძალიან არ მევასებიან რა ეს არაბული მოდგმა და საქართველოში რო ბლატაობენ მაგალითად. მაგრამ ნახე ანალოგიური რაღაცა რო გაკეთდეს და ქართველმა თუნდაც რო
ეგეთ სიტუაციაში ან არაბის ბავშვს რაღაცა დაუშაოს, ან თუნდაც არაბ ქალს რაღაც კაცზე არ მაქვს საუბარი, კაცო, მამაკაცებში ზოგადად სამართალი და აი ეს კოდექსები ცოტა ნაკლებად უნდა ერეოდეს და რაღაც აი მამაკაცებს შორის რო კაცებს შორის რო ურთიერთგაურკვევლობა არის და რაღაცა იქ ცოტა სხვანაირი მიდგომა უნდა იყოს და ეგრეც არის. ნუ ის კაცი თუ არ აღმოჩნდა ვიღაცა შიგევროპელი და რაღაცა ვაიმე დედა მიშველეთ ეს რა მომივიდა სახეში ამარტყეს, მაგრამ შეხედე არაბი ხო მაგალითად, აი არაბ ქალს რა ესე ვიღაცა, მან თუნდაც აი რაღაცა გადახადოს, აი ეს ჩალანდრია თუ რაც აფარია თავზე, მასკები რო დადიან და რაღაც შეურაცხყოფელი რაღაცა რო იმას ბიჭო, არ მექნება ეგ რეაქცია, რომ აუ ეს არაბია, ეს ქართველი ციხიდან გამოსაშვებია, ეს და ეს ბიჭო. არ მექნება, ნუ რაღაცა გულში კი ვიტყვი რომ რავი ერთი არ მევასება არაბი კაცო და რავი რა პრობლემაა თუნდაც, მაგრამ საჯაროდ არ დავაფიქსირებ მე ასეთ რაღაცას, იმიტომ რომ როცა თუ კი კანონი არსებობს, ქალის უფლებების დამცველები არიან, ბავშვის უფლებების და თუ კი არსებობს ეგ კანონი და როცა ვიცი რომ ქვეყანაში არსებობს ეგ კანონი, მაშინ არსებობს და ხმაც არ უნდა ამოიღოს საერთოდ მაგაზე და კი ბატონო, რა ვიცი. როგორც გადაწყვიტავს კანონი და კანონის მიხედვით როგორც ეკუთვნის იმ ადამიანს, ისე უნდა მოიქცეს, მაგრამ როცა ცალმხრივად მუშაობს ეს კანონი, ეგ არის ყველაზე საზიზღრობა არის ყველაზე რა. თორემ მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კაცო, ის ბიჭი ვაფშე არ მაინტერესებს რა. წიხლის ზოგი რუსი კიდე წიხლის ქვეშ არის გასაგდები რა, პირდაპირ გეუბნებით რა. გინდა ქალი და გინდა კაცი. მაგრამ როცა ხდება კანონი, რომ აი ჩვენ კანონი გვაქვს საქართველოში ესეთი და ამ კანონის საფუძველზე პირობითად სხვა რიგით ადამიანებს, რომლებსაც დაუშვათ არ გააჩნიათ ისეთი მედია მხარდაჭერა, სოციალური მხარდაჭერა და რაღაცა ჩვეულებრივად აბლავაში და 5 წელში მოვაყოლებენ, ნუ ხო ხდები, არ უნდა იყოს რა, რაღაც ცალმხრივი კანონიერება არ უნდა არსებობდეს რა და არ არის ეს ქვეყანა არც დემოკრატიული, არც რაღაც კანონიერი და არც არანაირი ეგეთი არ არის რა. ეს არის ინდივიდუალური, აი როგორ იცი, აი საითაც ქარი დაუბერავს, მასა საითაც დაუბერავს, იქით მიდის ფლიანი ისა რა ქვია, სამართალიც, მასაც და ყველაფერი რა. აბსოლუტურად იქით მიდის რა.